მოგესალმებით. წარმოგიდგენთ TOPURIAS 1.22 მაგალითების ამოხსნას. რა თქმა უნდა, ყველას არ გავაკეთებთ, ზოგიერთები თქვენ თუნდაც სცადოთ და დავიწყოთ. ესე იგი, იპოვე რიცხვი, რომლის 2/3 ნაწილი არის 50. ამას წინათ პირიქით ვიპოვეთ წინა ვიდეოებში თუ ნახეთ, რომ აი მაგალითად რიცხვის რაღაცა ნაწილი, მერე ვიპოვეთ რიცხვის რაღაც პროცენტი. 1/22-ში ნაწილებზე არის საუბარი და მომდევნოში უკვე პროცენტებზეც იქნება. ესე იგი, მე ასეთ მაგალითებს ვუხსნი ხოლმე მოსწავლის სურვილის მიხედვით. ანუ თუ მოსწავლეს ურჩევნია x-ით ვახსნით, შეიძლება პირდაპირ გაყოფაზე გადავიდეთ. სხვადასხვა მასწავლებელი სხვადასხვანაირად ხსნის და მეც თუ კი უკვე ვინმეს აქვს ახსნილი, იმ ახსნილს მივყვები ხოლმე, რომ მოსწავლე არ დაიბნეს და წინააღმდეგობებში არ იყოს და რა ვიცი, პრინციპში მათემატიკის წინააღმდეგობებში არასდროს არ ხარ, მაგრამ არის ხოლმე ერთი გზა, რომელიც უფრო გეადვილება. და რა ვიცი, ვარგებ ხოლმე მოსწავლეს, ახლა რადგან ზოგად ვიდეოს ვდებ, უბრალოდ ესე x-ით აღვნიშნავ. მოდი მე აქ გამოვიყენებ ფორმულასაც. ესე იგი, რაღაცა x რიცხვის 2/3 ნაწილი არის 50, ხო? და ეს x-ი გვაქვს აპოვნელი, ამიტომ x-ი რომ გამრავლდა 2/3-ზე, მივიღეთ 50, ხო? ანუ ის წინადადება, რაც სიტყვებით გვაქვს ჩვენ მოცემული, უნდა შეგვეძლოს გამოსახოთ განტოლებით, გამოსახულებით და ასე შემდეგ. ეს არის უკვე გამოსახული. ანუ ეს x-ი გამრავლებული 2/3-ზე რო უდრის 50-ს გვეუბნება, რომ ვეძებთ რიცხვს, რომლის 2/3 ნაწილი არის 50. ეხლა ეს რიცხვი რომ ვიპოვოთ, უცნობი როგორ უნდა ვიპოვოთ ნამრავლში. ნამრავლი უნდა გავყოთ ცნობილ თანამამრავლზე. ანუ 50 უნდა გავყოთ 2/3-ზე. ანუ x-ი უდრის შებრუნებულზე გამრავლებას 50 გამრავლებული 3/2-ზე. 3/2-ს გამრავლება, ესე იგი 1/15-ზე მრავლდება. ესე იგი თავის თავს რაც არის, უნდა მივუმატოთ მისი ნახევარი, ასე გამოდის, ხო? და სხვანაირად რო ვთქვათ, რომ შევკვეცოთ 50 და 2 იკვეცება, მიიღება 25, 25 ჯერ 3 არის 75. ესე იგი რიცხვი, რომლის 2/3 არის 50, ყოფილა 75. ეს არის პირველი. მეოთხესაც გავაკეთებ, როგორც წესი არის ხოლმე მეოთხეები უფრო რთული. მაგრამ პირველსაც ვაკეთებ ხოლმე, იმიტომ რომ ზოგს რთულიდან რო უხსნი უჭირს. ამიტომ პირველს ხსნით ხოლმე და მეოთხესაც ხსნით, რომ ცოტა რთული და რაღაცა რო იყოს აქ ამოხსნილი და დანარჩენები მეორე და მესამე სადეთ თქვენი, თუ გაგიჭირდებათ დააკომენტარეთ. ესე იგი, აქაც x-ი მრავლდება, ანუ იპოვე რიცხვი, რომლის 0.2 ნაწილი არის 24.45. ანუ აქაც x-ი გაუმრავლებიათ 0.2-ზე და მიუღიათ 24.45. ანუ რა გამოდის, რომ x-ი რო ვიპოვოთ 24.45 და გავყოთ 0.2-ზე. ანუ x-ი უდრის, ეს ხო ვიცით აწილადების გაყოფა მძიმე გადმოდის, ანუ ორივე რიცხვი მრავლდება 10-ზე. თუ იყო 24.45, დავწეროთ 254.5 და გავყოთ არა 0.2-ზე, არამედ 2-ზე, იმიტომ რომ 10-ზე ხო გამრავლდა. როცა უკვე მთელი არის გამყოფი, შეგვიძლია ჩვეულებრივად გავყოთ 2-ში 2 მოთავსდება ერთხელ, 4-ში 2 მოთავსდება ორჯერ, კიდევ 4-ში 2ჯერ, 5-ში 2ჯერ და ნაშთი რო ერთი დაგვრჩა 10-ში 5ჯერ. ანუ 122.5 ყოფილა ის რიცხვი, რომლის 0.2 ნაწილი არის 24.45. ეხლა დავფიქრდეთ, რა გამოვიდა, რომ პატარა რიცხვი იყო, არ იყო პატარა რიცხვი, ასე იგი რაღაც 122.25 იყო და მისი 2/1 ნაწილი გამოდის 24.45. ზოგადად 2/1 ნაწილი ნიშნავს 1/5-ს, ხო? და ისედაც უნდა შეაფასოთ რიცხვი 122.25, რომ 5-ზე გავყოთ, იქნება თუ არა 24.45, რა თქმა უნდა, იქნება, ეს იგი სწორად გავუკეთებია. სულ ეს იყო, რა ვიცი, დააკომენტარეთ თუ რამე სხვანაირად თქვი. მეორე ხერხი როგორც ხსნიან ხოლმე, ეს არის პირდაპირ აქედან x არწერენ. ზოგ მოსწავლეს მართლა აბნევს x-ები.
ამიტომ პირდაპირ ესე აკეთებ ხოლმე 50 იყოფა 2/3-ზე. აქაც 24.45 იყოფა 0.2/1000-ზე. უბრალოდ მე პირადად მე როცა ვხსნი, მაინც რა ვიცი, ორივენაირად შეიძლება გავაკეთე. ანუ X-ით შეიძლება გონებაში წარმოგიდგენია, მაგრამ რო წერ, ანუ ცოტაზე პირად აკეთებ ისევ განტოლებას, ხო? ანუ ისევ გაყოფაზე გადადიხარ და ისევ ესე ხსნი. რა ვიცი, აი მასწავლებლისთვის სულ ერთია როგორ აუხსნის მოსწავლეს, თავარი თქვენთვის იყოს კომფორტული და გასაგები. მადლობა რომ გვიყურებთ. თუ ჯერ არ გამოგიწერეთ ჩვენი არხი,